რამდენად დამაჯერებლად ჟღერს თქვენთვის პროკურატურის განცხადება ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით? ამ კითხვით დღეს პალიტრატივიმ საზოგადოებას მიმართა. ის რაც მოვისმინე, მაგალითად, ეს განცხადება ჩამოყალიბებული, არგუმენტირებული იყო, ბრალდება და გამოიკვეთა, რომ თუმცა პირწყალავას ძმის რაღაც სიტუაციებია და მე ამის ჯერავს ახლა. პროკურატურა ოფიციალური სახელმწიფო ორგანოა. პროკურატურის განცხადება და დღევანდელი პროკურატურის და დღევანდელი ხელისუფლების განცხადებები ერთმანეთთან დაკავშირებულია რაღაც ტყუილით და რაღაც საბაბს ეძებენ, რომ თავიანთი მოქმედება გაამართლონ. სანამ ეს ხელისუფლება იარსებებს, არანაირი სამართალი არ იარსებებს საქართველოში. საქართველოში რომ სამართალი ყოფილიყო, პრემიერი მოკლეს. ეს სამარცხვინო ფაქტია. და ამდენი წელია გაჭიმეს, გაწელეს ეგ საქმე და დღესაც გამოუძიებელია და ხალხს ნაცარს აყრიან თვალებში. მაგდენი არ ვიცი, მაგრამ ეხლა ერთი ვიცი რომ გაჭიანურებულია და ამ რო არ იხსნება მე აღშფოთებული ვარ საერთოდ არა მარტო კიდე უამრავის არც ერთი საქმე არ გახსელა. აი ამაზე ვარ აღშფოთებული რომ არ იხსნება ეს საქმეები. თავის დროზე უნდა დაეკავებიათ. როცა ის ამბავი მოხდა და რა ფირცხალავ რატომაც არ უნდა დააკავო. ახალგაზრდა ბიჭი მოკლდა და ცინიკურად რეებს აკეთებენ და უნდა დააკავონ, კი, არა მარტო. ან დამაჯერებელია. დამაჯერებელია. მე თვითონ მკითხავ, ყველა ნაციონალი უნდა დააკავო. რა ვიცი, არ არის და მაგრამ კაცი სიკვდილს ელოდებოდნენ რომ დამაჯერებელი ყოფილიყო? აბსოლუტურად არ არის დამაჯერებელი. რატომ და ვერ წარმოვიდგენ იმის და მიუხედავად რომ დიდი სიმპათიის წინა თავრობის მიმართ არ ვარ გამშვალული. ჩემთვის წარმოუდგენელია რომ ერთ დღეს 65 ადამიანი ადგეს დაესიზმროს სიზმარში რომ უნდა ჩაწყიროს მაინც 4 ადამიანი. ეხლა მე პროკურატურას არაფერში არ ვიბერ. არ მჯერავს. რა ვიცი, არა ვარ ისეთი კომპეტენტური რომ რაღაცა დავიჯერო და ჩემი აზრით გამოიკვლევენ ალბათ და დაგვაჯერონ უნდა თორე ხა როგორ შეიძლება დაიჯერო რაღაცა თქვა და ყველაფერი დავიჯეროთ. არავისი არაფერი აღარ ამჯერა, არავისი საერთოდ.